ვისთვის არ შემიძლია არ დავიწყოს ანამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ არ დავიწყო სოლიდარობის გამოხატვით გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ. მე როგორც ექიმი არ შემიძლია არ თქვა თუ რა ადამიანებზე, რა დონის პროფესიონალებზე არის აქ საუბარი. ესენი არიან ადამიანები, მარინა რამაზაშვილი და ალეკო ბაჩიაშვილი, რომლებმაც თავისი შრომით, პატიოსანი შრომით, წვალებით, იმით რომ მთელი მათი სიცოცხლის განმავლობაში იდგნენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე, შექმნეს ის ყველაფერი, რაც შექმნეს. ვინდა მე ყველაზე კარგად ვიცი თუ რა ოჯახზე გვაქვს საუბარი და ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ, აი ამ უზომოდ ღირსეულ ადამიანებს. შეუძლებელია მარინასთან ინტერვიუს დროსაც ეს ბევრჯერ აღნიშნე და ეხლა თქვენთან საუბარშიც მინდა რომ გავიმეორო. ეს არის ისეთი შემზარავი, ისეთი წარმოუდგენელი ამბავი, რაც აი მართლობნელი საბჭოთა სტალინის ეპოქის რეპრესიებს გვაგონებს, ანუ ქონების კონფისკაცია, სახკარის დაყადაღება, ყველაფრის ჩამორთმევა და პლუს ამისა მშობლების, ასაკოვანი მშობლების დაპატიმრება. აი რაღაც ვერ გავიხსენე, გადავახვიე ჩემს გონებაში. ამდენი წელი მუშაობ და პოლიტიკურ პროცესში მსგავსი რა მე უბრალოდ არ მახსენდება, ამიტომ გიერთდებით ახლა თქვენს ნათქვამში ასე წარმატებულ მართლა საოცარ პროფესიონალ ექიმებს პროფესიონალებს რომლებსაც აი მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხას მე როგორც ექიმა თამამად შემიძლია ვთქვა და სრული პასუხისმგებლობით ესენი არიან ადამიანები რომლებსაც ინგა თქვენ თქვით და აი მინდა ძალიან მართლა ძალიან სწორი წინადადება იყო მთელმა მსოფლიომ უნდა ინატროს ესეთი ექიმები მათ ქვეყანაში ადამიანები რომლებმაც თაობები გაზარდეს ექიმების თაობები აღზარდეს და მე კიდევ ვიტყვი ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ და გიორგის მინდა მიმართო ბაჩიაშვილს. გიორგი, იყავი მხნედ, იყავი ძლიერად. მე ვიცი როგორ ყოჩაღად ხარ, ვიცი როგორ მხნედ ხარ და მინდა იცოდე რომ ძალიან მალე სულ რაღაც 5 დღე დარჩა იქამდე რომ ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ ოლიგარქის ბორკილებისგან და აუცილებლად თითოეული სინდისის პატიმარი იქნება თავისუფალი. მე არ შემიძლია ასევე ინგა არ თქვა რომ დღეს ლევან ხაბეიშვილმა როგორც იქნა ბევრი ბრძოლის შედეგად მოიპოვა ტელევიზორი და დაწუნებული ვარ აქამდე არ ქონდა მოკითხვა ლევან და ლევანს მოვიკითხავდი მაშინ თუ ამდენი ხანი არ უყურებდა გადაცემებს დღეს შეუტანეს მას ტელევიზორი და მე მინდა გითხრა ხაბე იყავი ძალიან მაგრად და პირდებით რომ შენ დაწყებულ აი ამ ღირსეულ ბრძოლას ჩვენ 5 დღეში აუცილებლად აი ასეთ ღირსეულ გამარჯვებამდე მივიყვანთ და აი, როდესაც ამ ტიპის დაპირებას აკეთებთ, რომ აი ხა მაგალითად რაც ბძანეთ, ხო, 5 დღეში მივიყვანთ ღირსეულ გამარჯვებამდე. თქვენ მართლა გჯერათ, რომ აი ეს თქვენგან გაცემული დაპირება არის შესრულებადი, ანუ გავიხსენებდი იგივე პაატა ბურჭულაძის მიერ მუდმივად გაკეთებულ განცხადებას ამ თუ სხვა სტუდიებში, რომ ვიწყებთ 4-ში და ვამთავრებთ 4-ში, როცა ის ამბობს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა არის გარდაუვალი. ანუ აი რა გაძლევთ ამის არ ვიწყებთ 4-ში და მე არაერთხელ მithქვამს, ჩვენ დიდი ხანია ეს ბრძოლა დაწყებული გვაქვს. 28 ნოემბერს, როდესაც ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, ჩვენ ყველანაირ ურთიერთობას ამ ეტაპზე ვწყვეტ ევროკავშირთან. სწორედ მაშინ დაიწყო და 300-ზე მეტი დღეა ჩვენ ეს ბრძოლა დაწყებული გვაქვს და ამ ბრძოლას ქართველი ხალხი და მე მჯერა, მე იმის მჯერა, მე ქართველი ხალხის მჯერა, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთ და დავაგვირგვინებთ 4-ში გამარჯვებით. 4 იქნება ქართველი ხალხის საქართველოს გამარჯვების დღე და მართლა ხელის გულზე დევს ინგა რა იქნება 4 ოქტომბერს. ერთ ხარეს დგას და იდგება რუსული რეჟიმი, სრულიად ეროვნულობისგან დაცლილი რუსული რეჟიმი და მეორე მხარეს იდგება ერთ მუშტად შეკრული ანწუხელიძის საქართველო. ეს იქნება აუცილებლად საქართველოს გამარჯვების დღე. ბევრი კითხულობს, აი ბოდიში დავასრულებ და შემდგომ გაგცემთ აი თქვენ კითხვაზეც პასუხს. ბევრი კითხულობს, რომ ნეტა იქნება ბევრი ხალხი? არა თუ ბევრი ხალხი, არა თუ ძალიან ბევრი ხალხი, არამედ მე მჯერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ყველა, იმიტომ რომ ინფორმაცია გაქვთ თუ უბრალოდ იმედი გაქვთ, რომ იმედი არა, მე ვხედავ ხალხის განწყობას, ინგა.
წარმოუდგენელი ხდება, რაც დღეს ხდება და როგორც ემზადება ქართველი ხალხი 4 ოქტომბრისთვის და გამარჯვებისთვის. და ეს აუცილებლად მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად იქნება ასე. და აი არ შემიძლია არ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ინგა არ წაგვართვა ჩვენ მხოლოდ ევროპული მომავალი და ჩვენ მხოლოდ ამისთვის არ ვიბრძვით. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს წაგვართვას ქართული სული, ცდილობს წაგვართვას ქართველობა, ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ეს არის ნორმალური, როდესაც ქუჩაში კაცი ქალს ცემს, ფიზიკურად უსწორდება, ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც სრულიად გახლიჩა შუაზე, ეს არის ნორმალური, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი დაინახავს ქართული გენის ძალას 4 ოქტომბერს. ბიძინა ივანიშვილი დაინახავს ქართველების ეროვნული სულის ძალას და აუცილებლად დახავს, რომ ქართველები შვიდობიანად გავისტუმრებთ რუსულ მავნებელ ხელისუფლებას საქართველოში. მე რა თქმა უნდა არ მაქვს ახლა იმის ილუზია, რომ თქვენს გეგმებზე პირდაპირ ეთერში დაიწყებთ საუბარს დაუშვათ 4 ოქტომბერს რა გეგმა გაქვთ კონკრეტულად თქვენ იმ ადამიანებს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებთ, ხო? ერთგვარი ორგანიზატორები, არ ვიცი, ორგანიზატორი უნდა გიწოდოთ თუ არა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ღიად აცხადებთ, რომ ეს ორგანიზატორები ვინ არიან? ორგანიზატორი ამ დღეს არის ქართველი ხალხი. მაგრამ აი თქვენ ხომ ბევრჯერ გინახავთ უამრავი ადამიანი, ათასობით გამოსული ადამიანი ქუჩაში, რომელიც დაარბიეს, დაასისხლიანეს, აწამეს, იმ თავის საშინელ მანქანებში ჩაყარეს, ყველაფერი უკადრებელი აკადრეს, დაიჭირეს, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ისინი ინარჩუნებენ ქვეყნის მართვის სადავეებს. აქვე გეტყვით, რომ მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა ცვლილებები ამ ქვეყანაში, მაგრამ მოდით დამანახეთ, რა გაძლევთ, მე სხვა ჩვენს ბატონ პაატასაც ბევრჯერ დაუსვი ეს კითხვა, ხაბესაც ვიდრე ის იყო გარეთ. რა გაძლევთ იმის თქმის გარანტიას, რომ რაც არ უნდა ბევრი ხალხი იყოს, ივანიშვილი და მისი პარტია დათმობენ ძალაუფლებას. აი რა ხდება ისეთი, რის შემდეგაც ისინი აცხადებენ, რომ წავედით. პასუხი არის ძალიან მარტივი. ქართული ოცნება არასოდეს არ ყოფილა ისეთი სუსტი, როგორიც ეს ერთი პასუხი, როგორიც არის დღეს. ის არის სრულიად გამოშიგნული, მათ ერთმანეთს დაერივნენ, ინგა, ხო ხედავთ ყოველდღიურად რა ხდება, დაჭერაზე ცხადდება. რეჟიმი თავისივე შვილებს ჭამს. როგორც წესი, ტრადიციულად როგორც ემართება ხოლმე რეჟიმს. ხედავთ, რომ ფაქტიურად დაშლილები არიან 4 ოქტომბრის გეგმის ძებნაში. და აი ამ იმაში, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით და რაღაცა სიგიჟეებს იგონებენ და აღარ იციან ამ პროპაგანდა საიდან მიდგეს, მოდგეს, არაფერი არ გამოსდით, იმიტომ რომ მათ ზუსტად იციან, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი არის ქართველი ხალხი და ამ გეგმის ძებნაში თავისივე გეგმა მოგვაწოდეს თავისივე ხალხმა. ეს არის თავი. ხო და აი ეს რა გეგმა დადო ირაკლი ნადირაძემ, მე აქ ხედავ სკრინებს, არ ვიცი ჩვენს პროდიუსერებს აქვს თუ არა ეს სკრინები ამოღებული, ბევრჯერ დავაანონსე და ამ სკრინებში რა წერია, როცა აქცია დაანონსებულია 16 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მზადყოფნის დრო არის 14 საათი, მერე მიდის ლოკაციების გადანაწილება, მე ვკითხულობ მეგობრებო დავაზუსტებ აქ ირაკლი ნადირაძის მიერ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მიერ დადებულ ამ სკრინებს, კანცელარიის ეზოში გედედეს რამდენი თანამშრომელი შედის, პარლამენტის შიდა ეზოში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩაზე, მერე დანაყოფების განაწილება ლოკაციებისა და რაოდენობის შესაბამისად, აი ახლა გადის ეს სკრინები, მაგალითად ორთაჭალაში, რესპუბლიკის მოედანზე, სოლოლაკში, ბიზნეს ცენტრთან, დიღომში, გენერალური ინსპექციის 100 თანამშრომელი სად უნდა გადანაწილდეს და დანაყოფების გადანაწილება ასევე ლოკაციების და რაოდენობის შესაბამისად პერიმეტრზე როგორ ხდება მთავარი სამმართველო, მოკლედ აქ ჩამოთვლილი არის, რომელი დანაყოფების ნაწილდება რა არის. ხედავთ რაზე დგას ქართული ოცნება. ხვდებით რა როგორ მწირ რესურსზე დგას ქართული ოცნება. აი ამის იმედად არიან და თვითონ ძალიან ბევრ
ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომ არ უნდათ და ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია მათ შორის ინგა. და მე არავისთან არაფერი არ მაქვს დასამალი, პირადად მე უამრავ მათგანთან მაქვს კომუნიკაცია და სწორედ ამ ადამიანებს, აი ძალიან ღირსეულ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ ქართულ ხალხზე ხელისაწევა, არ უნდათ ქართულ ხალხთან დაპირისპირება. სწორედ ამ ადამიანებმა მოგვაწოდეს აი ეს ინფორმაცია. და როგორ უპირისპირდება აქცია? აი ეს არის საინტერესო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე არანაირად არ მჯერა და არც მაქვს ილუზია, რომ აქ რამე გეგმას თქვენ მე დამიდებთ, მაგრამ მინდა რომ დამანახოთ რა არის ზღვარი თქვენი წარმოდგენით, რის შემდეგაც ივანიშვილი თავის პარტიასთან ერთად აცხადებს თანხმობას, რომ ძალაუფლება დათმოს. გეგმა არის ყველაზე მარტივი. გეგმა არის ქუჩაში 100,000-ობით ადამიანი. მე ამაში ვარ დარწმუნებული, რომ 4 ოქტომბერს იქნება იმდენი ხალხი, რამდენიც ჯერ არასოდეს არ ყოფილა. ანუ ხალხი იკრიბება და აღარ იშლება მერე. ხალხი იკრიბება და ხალხი იმარჯვებს. და ეს იგრძნობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეული ადამიანისგან. და 4 ოქტომბერს ქართული ოცნები ბევრ სიურპრიზს ნახავს, მათ შორის ბევრ ადამიანს ნახავს სიურპრიზად რუსთაველის გამზირზე. მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მათ რიგებში ირიცხებიან. და დღეს თუ კი მთავარი არის ერთი, რომ დაიჯეროს ქართველმა ხალხმა, რომ კი მათ გამარჯვება შეუძლიათ. მთავარი არის ერთი, რომ იწამოს ქართველმა ხალხმა. დღეს ყველაზე მეტად იცით ვის ჯერა? რომ 4 ოქტომბერს აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება ეს დღე. ყველაზე მეტად ქართული ოცნების წევრებს ჯერათ და ძალიან ბევრ მათგანს ძალიან უნდა. ნუ ეს ალბათ მათ უნდათ, ვისაც მიადგა კარზე რეჟიმი. ბიძინა ივანიშვილი მიადგება ყველას. ხო. ეს არის დროებითი. წარმოედგინა ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას, მიქაუტაძეები და სხვები წარმოედგინათ რამდენიმე თვის წინ ყველას მიდგება. ყველას, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმის ხასიათი, რომ თავისივე შვილებს ჭამს ბოლოს. მაგრამ მე მithქვამს ერთხელ და კიდევ ერთხელ განმეორდები. აი ამ ბოროტების მანქანას დაანგრებენ სწორედ ის ადამიანები, რომელმა ადამიანებმაც ეს ბოროტების მანქანა თავადვე ააშენეს. ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ინგა რომ დააჩმოროს ქართველი ხალხი. მას შეუძლია დააჩმოროს მხოლოდ ბოტასების ქურდი, ფარცხალაძე და ასე შემდეგ, მაგრამ ვერასოდეს ვერ დააჩმორებს ქართულ ხალხს. და ამას ის ძალიან კარგად დაინახავს 4 ოქტომბერს. დაინახავს ქართველი ხალხის ძალას. იცით რატომ? ქართველ ლიკაჩის სულშია გმირობა. ნუ დაგვავიწყდება და მინდა მივმართო ყველას. ნუ რავის დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ ანწუხელიძის საქართველო, გმირების საქართველო და მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი მოვა გმირულად, იმოქმედებს გმირულად და გაიმარჯვებენ და დარჩებიან გმირები. ქართველი ხალხის ძალის მჯერა, რა თქმა უნდა და არაერთხელ ეს დაუმტკიცებია და იმისიც მჯერა, რომ არავის ეშინია რეჟიმის, რაც არ უნდა სასტიკი იყოს რეჟიმის მეთოდები, უდიდეს ნაწილს ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყანაში ეს სისასტიკე ვერ შეაშინებს, მაგრამ მე ასევე ვხედავ, რაზე არის წამსვლელი რეჟიმი. ჩვენ ეს ვნახეთ თვეების წინ, ამდენი სინდისის პატიმარი, ეხლა ციხეში ამდენი პოლიტიკური პატიმარი და აი ნახეთ, წეღარად წავიკითხე, ისევ გავიმეორებ, თქვენი ნებართვით კობახიძემ კიდევ ერთხელ თქვა დღეს, რა თქმა უნდაო, პატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება ბევრი ადამიანი იმაზე მეტი, ვიდრე წინა შემთხვევაში აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ანუ რეალურად მან დაანონსა დაჭერები, ხო? და ალბათ ყოველდღიურად ხედავთ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დაუოკებელ პანიკას ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. დღე არ გავა, რომ 4 ოქტომბერზე განცხადება არ გააკეთონ, აი შფოთი არ ჩანდეს მათი მხარეს, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ეშინიათ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დაიჯერეს დამარცხება და ეს ნიშნავს იმას, რომ 4 ოქტომბერს იმარჯვებს ქართველი ხალხი. და მე ამის მჯერა, რომ ეს თუ ვიქნებით ძალიან ბევრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიქნებით იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა თბილისის ქუჩებში. გარდაუვალია უბრალოდ, ეს იქნება სრულიად მშვიდობიანი, სრულიად კონსტიტუციური, სრულიად კანონის ფარგლებში
თავარი არის ერთი. მათ არ აწიონ ქართულ ხელზე ხელი. მათ არ დაარღვიონ კანონი. ისინი არ გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. აუცილებლად მიიღებენ პასუხს ქართველი ხალხისგან. აუცილებლად მიიღებენ. იმიტომ რომ დღეს ქართველი ხალხი არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს და მე მჯერა ეს იქნება გამარჯვების დღე და არავინ არ გამოტოვებს ამ დღეს. ყველა უნდა იყოს იქ, იმიტომ რომ მე მგონი პაატა ბურჭულაძემ თქვა და ძალიან სწორია, ხვალ არ გაუხდეს ვინმე სანანებელი, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს გამარჯვების დღეს არ იდგნენ იქ. უნდა ვიდგეთ ყველა, თითო აგური ყველამ უნდა დავდოთ ამ უდიდეს დღეს და ჩვენ ქვეყანას უნდა დაუბრუნოთ თავისუფლება. ქართველ ხალხს უნდა შევაძლებინოთ თავისუფლად სუნთქვა, იმიტომ რომ დღეს თავისუფლად სუნთქვა შეუძლებელია ჩვენ ქვეყანაში. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, როდესაც ფულის გამოძალვის მიზნით შობლებს, ასაკოვან შობლებს უჭერენ ადამიანებს. ეს ამბავი რომ მზარავს, არ ვიცი ბოლოს რამ შემზარა, ყველაფერმა ალბათ რაც ამ ბოლო პერიოდში და მანამდე წლების განმავლობაში ხდებოდა, მაგრამ ბოლოს ორი ამბავი იყო, რამაც მე შემარყია. ერთი ეს იყო ნინო დათაშვილის ამბავი, როდესაც სინდისის პატიმარ ახალგაზრდა მასწავლებელს უსამართლოდ დატყვევებულს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანას უპირებდნენ. მაშინ მახსოვს, რომ ამიჯანყდა სისხლი და გონება, შოკში ვიყავი და მაშინ ვამბობდი, რომ ასე არაფერ შეურყევი ვარ თქო და როდესაც აღმოვაჩინე, რომ დაპატიმრებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო რეჟიმმა, ეს იყო მეორე შოკი. რამდენი მძიმე ამბავი ვნახეთ ხო ჩვენ ამ პერიოდში, რამდენი სისასტიკე ვნახეთ, მაგრამ ამ ორმა ამბავმა მართლა შემარყია, იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგინე შენთვის ძალიან საძულველი პოლიტიკურ ტყვეობაში, გისოსებში გამოკეტილი ადამიანის მშობლებს რომ უნდა მიადგე, ამაზე როგორ იღებ გადაწყვეტილებას, თანაც წარმატებულ არაჩვეულებრივ ექიმებზე ვსაუბრობ 75 წლის თუ 74 წლის მამა და 65 წლის დედა უნდა დაიჭირონ და ეს არის რაღაც არნახული, ეს არის რაღაც წარმოუდგენელი, იმიტომ ხა გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ ეს ისეთი შემზარავი თქვენ შეეხეთ ამ თემას და ამიტომ გავშალე, ეს ესეთი შემზარავი, ესეთი სასტიკი ამბავია, რომ მე მართლა ვერ წარმომიდგენია, სხვა შორის მაგ ლოგიკაში უნდა წამოყვეთ, რომ ალბათ ბევრი ქართული ოცნების წარმომადგენელი დღეს შესაძლებელია სხვებზე მეტად პროტესტში მონაწილე ადამიანებზე მეტად იყოს დაინტერესებული იმით, რომ რაღაცნაირად დამთავრდეს ეს რეჟიმი, იმიტომ რომ აღმოაჩინეს, რომ მათი ministri დაჭირდათ, მხოლოდ იმიტომ რომ დასჭირდათ საკანშია ministris მოადგილეები, ვიღაც ბიზნესმენები, ანუ მიადგა რეჟიმი და კიდე სადარიან, უბრალოდ ვეღარ მოახერხებს ოლიგარქი ამას. ვეღარ მოახერხებს, იმიტომ რომ აღარ დასწავლდება. გამოდის თქვენთან კონტაქტზე, ანუ რას ვამბობთ? ერთი რამე მინდა გითხრათ, თუ კი ვინმეს ეხლა ჩემგან ალბათ ძალიან არასერიოზული იქნება იმაზე საუბარი, ვინ გამოდის ჩვენთან კონტაქტზე და ვინ არა. ალბათ ხვდებით, რომ ამაზე არც მორალური უფლება მაქვს ვისაუბრო, მაგრამ ერთი რაც შემიძლია თამამად გითხრა ინგა. თუ კი ვინმეს უნდა რეჟიმის დამარცხება, უნდა სწორედ ქართული ოცნების ძალიან ბევრ წარმომადგენელს. და ლოგიკა მაგაზე მეტყველებს, ლოგიკურად რომ გავყვეთ. კარგად დააკვირდნენ, ვინ იდგებიან 4 ოქტომბერს ქუჩაში. კარგად დააკვირდნენ. რამდენი ადამიანი იდგება ისეთი, ვინც დღეს მათ რიგებში ირიცხებიან. ძალიან ბევრი სიურპრიზიელის თქო, მე არაერთხელ მithქვამს ბიძინა ივანიშვილს და ეს სიურპრიზები არის წინ. სოფო, რატო იცი, ეს ძალიან საინტერესო თემაა, ხო? ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში ვითომ კორუფციასთან ბრძოლის სახელით დაწყებული ეს დაჭერები, ჯერ-ერთი თუ კი კორუფციასთან ბრძოლაზე არის, აქ საშუალო და ქვედა დონის რგოლის წარმომადგენლების დაჭერა ცოტა სასაცილოდ გამოიყურება, მილიონები რომ აქვთ ჯიბეში ჩადებული და რაღაც იქ საოცრება, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაყურებელს მინდა ეხლა ვთხოვო, ყურადღება მიაქციოს,
დიდი გვინვით რომ გამოაცხადეს 700 მილიონამდე დოლარის გათეთრების საქმე, სად აორთქლდა ეს საქმე? ან ვინმეს თუ გჯერათ ხალხო, ვინც ახლა სოფოსთან ჩემს ინტერვიუს უყურებს, რომ ვიღაც ჯიხურის კაცებმა გაათეთრეს ეს ფული და ფული აკეთეს და სახში წაიღეს, ეს ხო სრული აბსურდია, უცებ სადღაც აორთქლდა. ანუ მე მჯერა შიგნით მოაგვარა, რაც უნდოდა და შიგნით რაღაცეებს ალაგებს. მისი ანუ რაღაც ფული ჩაიტანეს. აი რატო დავიწყე აგროვებს cash-ს. აი რატო შეიძლება სწრაფად მაქსიმალურად მოაგროვოს, რომ აქედან გაეცალოს. ბიძინა ივანიშვილი აქ ვეღარ გაჩერდება. რატომ ეს ყველაზე კარგად იცის. რატომ დავიწყე ამაზე? ნახეთ საუბარი 700 მილიონი დოლარის გათეთრებაო. მე უცებ ეს გააქრეს. ანუ გაჩნდა განცდა, რომ რაღაცა დიდი ფული ჩაიტანეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ აი ეს გუნდიდან გაშვებები, მაღალი ისეთი თანამდებობები მაქვს ახლა მე მხედველობაში, რომელიც ეჭირათ ამ გაშვებულ ადამიანებს, უკავშირდებოდა რაღაც ძალიან დიდი ფულის ჩატანის მოთხოვნას და პრინციპში თორნიკე რიჟვაძის წერილს თუ კი გავიხსენებ, ის იმ წერილში წერდა პროპაგანდის მიერ გავრცელებულია, ხო, ჩვენს მიერ გავრცელებულია. ხო, რომ დიდ კორუფციას მაბრალებენ, ანუ რაღაცა ფულის ჩატანა და მოთხოვნა და უცებ ეს თემა ქრება ჰაერში. აი, რითი იხსნება, თქვენ როგორ ფიქრობთ ეს დაჭერები? გაჩერდნენ ჯერჯერობით ჯუანშერ ბურჭულაძე, ვინ იქნება ხვალზე? არ გაჩერდება, ინგა. უფრო ქვევით ჩამოვიდნენ. ვითომ მინისტრებმა არ იცოდნენ ტენდერებში, რომელი კომპანია იმარჯვებდა, ვითომ არავინ არ აფული ტრიალებდა და იქ რაღაც 400-1000 ცოტა შეიძლება სასაცილოდ გამოიყურებოდეს იმ უზარმაზარ ფულთან შედარებით, რომელზეც არის ხო ლაპარაკი. როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი მაგზია დამოკიდებული ქართული ოცნების თითოეული წევრის ბედი. და მათ ეს იციან ძალიან კარგად. მათ დაინახეს, რომ მას არ აინტერესებს არავინ დედამიწის ზურგზე, არც ნათესავი, არც ახლობელი, არავინ. მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, ხომ საჯაროდ. ის არის მხოლოდ იმიტომ დღეს აქ, რომ დაიცვას მისი ქონება და მისი ფული. და ამისთვის გადაულის ყველას და ყველაფერს და მივა ყველასთან, ინგა. იმ მინისტრებთანაც მივა, იმ მინისტრების მოადგილეებთანაც მივა და მივა ყველასთან. სწორედ ამიტომ თუ კი ვინმეს უნდა და თუ კი ვინმე ხელს შეუწყობს ქართული ოცნების დასრულებას, ხელს შეუწყობს აი ამ ბოროტების მანქანისმის შემქმნელები. და ჩვენი მთავარი მიზანი არის ერთი. ქართველი ხალხი გავაერთიანოთ და დღეს რაც შეუძლებელი რაც ხდება, რომ ქართველი ძულს, ინგა, ეს უნდა დასრულდეს. ერთ მუშტად შეკრული უნდა იყოს ისევ ქართველი ერი. იმიტომ რომ დიახ, ჩვენ სულშია, ჩვენ გენშია ეს. სოფო თბილისი გასაგებია, თბილისი არის ეხლა რომ მაგალითად გაერთიანებული ძალებით არჩევნებზე გასვლა რომ მომხდარიყო ოპოზიციის მხრიდან, თბილისი პირწმინდად წაგებული ექნებოდა პირველივე ტურში, იმიტომ რომ საპროტესტოდ განწყობილია თბილისი და მე არ გისვამთ ეხლა კითხვას თბილისთან დაკავშირებით. რეგიონებში რა ინფორმაცია გაქვთ რეგიონებიდან? ანუ, როდესაც თქვენ საუბრობთ, ისევ ამ კონტექსტში გისვამთ ამ კითხვას ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაზე. ანუ, აი, რეგიონებიდან ელოდებით ხალხს, თუ ელოდებით, რამდენად ბევრ ადამიანს ელოდებით. ან იგივე, როცა ამბობთ, რომ ოცნებისთვის სიურპრიზი იქნება, ისეთ ხალხს იხილავს 4 ოქტომბერს რუსთაველზე. აი, რეგიონებიდან თუ ყავთ ივანიშვილის პარტიასთან დაახლოებული, ან რაღაც ახლო მდგომი ადამიანების იმედი. ყველას იმედი გვაქვს და რაც თავარია, გვაქვს იმ ადამიანების იმედი, რომლებსაც სულში აქვთ ის, რომ დიახ, საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, ქართველი ხალხი უნდა იყოს თავისუფალი და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ აი ამ განცდით ცხოვრობს დღეს. და მე ამაში ვარ დარწმუნებული. შეიძლება სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანები იდგებიან 4 ოქტომბერს რუსთაველზე. 4 ოქტომბერი იქნება დღე, როდესაც ქართველი ერი ისევ გაერთიანდება. ქართველი ერი ისევ ერთ მუშტად შეკრული იქნება და ქართველ ერს ეჭირება 5 ჯვრიანი დროშა ხელში. ანწუხე დროშა, რომელსაც ანწუხელიძემ ფეხი არ დაადგა. დროშა, რომელიც არის
გამარჯვების, გმირობის, თავისუფლების ერთი კითხვა სიმბოლო. შეიძლება დაგისვათ, აი ისევ ქართული ოცნების ბუნების გათვალისწინებით, რომელიც უკვე კარგად შევისწავლეთ, ხო ამასობაში 13 წელი არიან და არიან კომუნისტური პარტია. ასეთი ადვილი, ასე ადვილად დასათმობი არ მგონია, რომ აღმოჩნდეს მათთვის ხელისუფლება, ადამიანების რაოდენობა, რაც არ უნდა ბევრი ადამიანი იდგეს ქუჩაში. მე ისევ მინდა, რომ მიუბრუნდე ამ საკითხს, ვინაიდან ასეთი მტკიცებით ფორმაში საუბრობ თქვენი მოლოდინების შესახებ. მართლა გჯერათ, რომ ივანიშვილი 4 ოქტომბერს ღამე იღებს ამ გადაწყვეტილებას და არ არსებობს, რომ არ გეფიქრათ ამაზე, რომ არ მოხდეს ისე, როგორც თქვენ ელით პროცესების განვითარებას, მერე რა ხდება? ზოგადად, რასაკვირველია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ წარმოუდგენელია ის, რომ ქართულმა ხალხმა არ გაიმარჯვეს. ეს ბრძოლა, რომელიც 300 დღეზე მეტია, ინგა უპრეცედენტოდ მიმდინარეობს. ყოველ დღე 300 მე-7 დღეა, მე მგონი დღეს თუ არ ვცდები, ყოველ დღე ქვეყნის ცენტრალური გამზირი იკეტება. ეს ბრძოლა, რომელიც არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება დავახაზი, უპრეცედენტო ბრძოლა ქართული ხალხის. დამთავრდება უპრეცედენტოდ მშვიდობიანი გამარჯვებით. დარწმუნებული ვარ ამაში, მთავარია ეს დავიჯეროთ, ეს ვიწამოთ, ვიყოთ ძალიან ბევრი და გამარჯვება არის უბრალოდ გარდაუვალი. მე მქოლავენ ხოლმე, ხო იცი, თქვენი მიმდევრები, თქვენი პარტიის მხარდამჭერები, რომ რატო სვამ ამ კითხვას, მაგრამ ეს კითხვა არსებობს. თქვენ იცით რაზეა წამსვლელი ივანიშვილი და თქვენ იცით რაზე არიან ეს ადამიანები წამსვლელები. ანუ ჩვენ გვინახავს დარბევები, გვინახავს დაჭერები, აგერ კიდევ ანონსებენ. აი როგორ ხედავთ თქო, როგორ წარმოგიდგენია რა უნდა მოხდეს, რომ ივანიშვილმა თქვას, რომ კარგით, მე წავედი, იმიტომ რომ მე ერთხელ პაატა ბურჭულაძეს ვკითხე ბოლოს სტუდიაში რომ მყავდა სტუმრად, რომ აი როგორ თქო და იქ ადამიანებს დაუსვამთ კითხვას ხართვა გავიგე, ადამიანები იქ ვინც მოვლენ, ყველა მოვა, იმიტომ რომ უნდათ რომ რაც შეიძლება მალე ეს რეჟიმი გაუშვან ხელისუფლებიდან, მაგრამ ეს რეჟიმი უნდა დათმოს, ხო, ივანიშვილმა და აი როგორ წარმოგიდგენიათ, აი რანაირად წარმოგიდგენიათ ამის გამოშიგნული, გამოფატრული, საძირკველ მოშლილი. ანუ იმედი გაქვთ, რომ მაგალითად ძალოვანი სტრუქტურები არ დაარბევენ ხალხს, თუ აი რას ეფუძნება თქვენი ეს ოპტიმიზმი? მათ შორის აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ წინა ხაზზე ძალიან ბევრი ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იდგება და მე მჯერა, რომ როდესაც ისინი თვალებში ჩახედავენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ცდილობს ქართული ოცნება, რომ ხალხის წინააღმდეგ დააყენოს, მე ძალიან ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული და ტყუილად ამას არ ვამბობ, ჰაერიდან არ მომაქვს ეს სიტყვები. ძალიან ბევრი მათგანთან ანუ კონკრეტული ინფორმაციას ეხმობთ. პირადი კომუნიკაცია, რომ ძალიან ბევრი მათგანი არის სრულიად წინააღმდეგი კი არა, კატეგორიული, რომ აწიოს ხელი ქართულ ხალხზე. სამწუხაროდ, აი მათ მიმართ ეს დამოკიდებულება, რომ ყველა ცუდია, გააჩინა ისევ რეჟიმმა და ისევ ბიძინა ივანიშვილმა. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი არის მათ შორის, რომელიც არ აწევს ხელს ქართულ ხალხზე. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი არის მათ შორის, რომელიც უკანონო დავალებას არ შეასრულებს და დადგება თავისუფლებისთვის მებრძოლი. აი ამ გმირი ქართველი ხალხის გვერდით. და ეს იქნება საყოველთაო გამარჯვება და დასრულდება, რომ შენ ის მხარე ხარ, შენ ეს მხარე ხარ. არა, ჩვენ ვართ ერთი მხარე. ჩვენ ვართ ანწუხელიძის საქართველო. 4-შივე დასრულდება, ელოდებით. ბევრი სვამს ამ კითხვას, რომ აუცილებლად შესაძლებელი არის, რომ 4-ში დამთავრდეს, თუ იქნება ბევრი ხალხი. მე მჯერა, რომ ბევრი ხალხი იქნება და შესაბამისად მე მჯერა, რომ 4-ში დასრულდება.
დიდი მადლობა, დიდი სოფო, მადლობა მადლობა რომ თქვენ. იყავით ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენ. საინტერესოა რა, ანუ მე ბევრი კითხვები, რომელიც მაქვს ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ესეც რა უცნაურია. იცი როგორ რეალობაში აღმოჩნდით, როდესაც ჟურნალისტი swams კითხვას და მე ხდება ხოლმე თავდასხმის ობიექტი, რატომ swam ამ კითხვას და მე მინდა ეხლა რომ აყურებელს უთხრა, ვინც აი ასე ბრაზობს ხოლმე, რომ მეგობრებო, მე ძალიან მინდა ცვლილებები, ჩემი პროფესიაა დავსვა კითხვები, ამიტომ როცა მე swam კითხვებს და მაგალითად სოფოს ვეკითხები, რომ შენ ხარ დარწმუნებული იმაში, რომ 4 ოქტომბერს დამთავრდება, ეს კითხვა არის დასასმელი და მე მაინც ვფიქრობ, რომ თქვენ albათ რაღაც უფრო მეტი გეგმა გაქვთ კონკრეტული, რომელზეც არ საუბრობთ ეთერში, არ ვიცი, მე ვიცი რა ბუნებისაა ქართული ოცნება, რომელმაც აგერ ამდენი ადამიანი ასევე ჩვენ ვიცით რა ბუნების არის ქართველი ხალხი. ქართველი ადამიანი, რომელიც არასოდეს და ვერასოდეს ვერ დაჩაგრა ვერავინ. და მე მჯერა რომ თუ თითოეული ადამიანი ავიღებთ პასუხისმგებლობას. მეც ამ ბრძოლაში ვარ არა როგორც პარტია, არა როგორც პოლიტიკოსი. აქ აღარ არსებობს არავითარი პარტია, არავითარი პოლიტიკა. პოლიტიკა აღარ არის ამ ქვეყანაში. აქ ვართ ადამიანები, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და აი ამ დიდ დღეს უნდა დავდოთ ჩვენი თითო აგური და აუცილებლად ამ დღეს ვაქცევთ ზეიმად. იმიტომ რომ ეს დღე იქნება საქართველოს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე. იმიტომ რომ კიდევ ვიტყვი, აღარ არსებობს პოლიტიკა, აღარ არსებობს პოლიტიკური ლიდერები არიან ის ადამიანები, რომლებიც 300-ზე მეტი დღეა დგანან ქუჩაში. პოლიტიკური ლიდერები არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს სრულიად უკანონოდ ისჯებიან ჩვენი სინდისის პატიმრები და პოლიტიკური ლიდერები არიან მათი დედები. დედები, რომლებმაც მართლაც საოცრება ჩაიდინეს. და აი ამდენი დღის განმავლობაში, აი ასე უკომპრომისოდ იბრძვიან. და გამარჯვება არის სწორედ ჩვენში, ქართულ ხალხში და ეს გამარჯვება იქნება 4 ოქტომბერს. მადლობა წარმატებას გისურვებთ.